მოხმამაღლა რომ სიცოცხლის ფასად უნდა დადგეს საქართველოსთვის ის რაც მე 31-ში ვნახე რუსთაველზე ამას ეშილდება და ეშილდება ფილიგრანულად არის გასაკეთებელი პოლიტიკურად დიპლომატიურად რომ ვინმე კი არ ვლანძღოთ ვინმე კი არ დაუპირისპირდეთ და ომი კი არ გაუმართოთ არამედ პოლიტიკა მოუმართოთ სწორი ქვეყანაში არასწორი პოლიტიკაა მომართული და ფულით იყიდეს არაერთი და ორი პიროვნება მე პოლიტიკაში ვრუნდები იმიტომ რომ ძალიან ბევრი პიროვნება რომელთანაც თითიც სისხლითაც დაძმობილება კი მაქვს რასაც ვაწერდით ხელს იმის საწინააღმდეგოს ლაპარაკობენ დღეს და უბრალოდ ფიქრობ იმას რომ ესე იგი მე დღეს თუ ისინი დადრინენ იქეთ მე ამის გამო უნდა გავჩუმდე და მე არ მაქვს არავითარი სურვილი და მაგრამ თუმცა ერთი რამ კი ვიფიქრე რომ ამ გამოუცდელებს პოლიტიკაში გამოცდილი კაცი სჭირდება და მე იძულებული ვარ ბევრი რამის გამო თუნდაც ჟიული შარტავა ამას ვერ მოითმენდა და მე სწორედ იქ გავიარე აი ძალიან დიდი როგორც იტყვიან გამოცდა და არ არის დღეს ის კაცი ცოცხალი არის მამუკა სტანიკაშვილი არ არის ძალიან ბევრი რომელიც მაშინ იყო და დღეს სიმდიდრეშია ჟიული შარტავას წამოწეული ადამიანები ჩვენ არავის არ ვებძვით უბრალოდ ვიბძვით საქართველოსთვის და